არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სუსი უკრაინიდან საქართველოში შემოტანილ ასაფეთქებელსა და ოპოზიციის გეგმებს შორის შესაძლო კავშირს ადგენს. საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკავებული უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის ეგრეთ წოდებული SBU-ს თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებულ კონკრეტული პირისთვის გადაეცა. საყურადღებოა ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულებაც. ოპერატიული მასალების მიხედვით უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად თბილისი ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით უნდა მოწყობილიყო ეგრეთ წოდებული პაუტინა 2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. უკრაინის ორ მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ორივე მათგანს ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, გასაღებასა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანას ედავება. ფეთქებადი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლმა საქართველოში ასევე უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი მიხაილო სკრუპსკი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა რა სახის ნივთი შემოჰქონდა საქართველოში და არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ასაფეთქებელი ნივთიერება გამოატანეს. ამბობს, რომ ისინი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები იყვნენ. მუშაობდა ყავდა სატვირთო მანქანა, ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პიროვნება მივიდა და თხოვა რაღაცა ნივთების გატანა, კონკრეტულად რა იმყოფებოდა შეგნით მისთვის უცნობი იყო. იმაში აღიარებს, რომ ასე რომ არ ვიცოდი, არ უნდა წავენება. არ ვიცნობდი, უბრალოდ იყვნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდნენ და პირადობის წარმოდგენის შემდეგ გამომატანეს. დღის ბოლოს საქმეზე კიდევ უფრო სკანდალური დეტალები გახდა ცნობილი. გამოცემა პრაიმ ტაიმი ეგრეთ წოდებული ასაფეთქებლების საქმეს ბაჩუ ახალაიას უკავშირებს. წერს, რომ ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე უწევს. გამოცემა წერს, რომ სუსის მიერ დასახელებულ მისამართზე არსებულ სახლში, რომელიც ახალაიას მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა. ახალაია რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის აღების გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული მისი ცოლის ანინა დარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული. სანდო წყარომ ნაცმოძრაობის რიგებიდან ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს. რაც შეეხება ახალაიას კავშირებს ასაფეთქებელი ნივთიერებების სკანდალურ საქმესთან, წყაროს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა დახმარებას უკრაინიდან. დახმარება კი ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ბაჩუ ახალაიას მეუღლე ბრალდებას და გია ლორთქიფანიძესთან კავშირს უარყოფს. ანინა დარეიშვილი განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს. რაის ასაფეთქებელიან რაის პარლამენტში შევარდნის რუკა ანეს კაცი ლორთქიფანიძე პირდაპირ გეტყვით ამასთან იმდენი კითხვა გვაქვს წინა წლებიდან ამ კაცთან ერთად გაკეთებულ ჩაქაფულსაც არ შეჭამს კაცი. საქმეზე გამოძიება გრძელდება. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ მძიმე ფაქტით სუსი განსაკუთრებით უნდა დაინტერესდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციისგან ნებისმიერი სახის პროვოკაცია მოსალოდნელია.
ეს არის უკვე ძალიან მძიმე ფაქტი, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი ფიგურანტი ამ საქმის საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია დაინტერესდება კიდეც. თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასწრაფოთელია ოპოზიცია არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მათ ნებისმიერ ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ ფიქრი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართავს ბუნებრივია ყველა უწყებას, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სუსმა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე გუშინ დააკავა. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.